მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს სტუმრად ყავს ლევან მეტოინძე. ლევან, მოგესალმები, გილოცავ. სალამი. ძველი და ახალ წელს და მრავლად გქონოდეს. ძველი და ახალი წლები, შობა ერთი გვაქვს, მაგრამ ახალი წელი ესე ვთქვათ, საჯარო მოვლენაა და ამიტომ არ არის პრობლემა, რამდენიც გვინდა იმდენი გქონდეს. მე არა ვარ წინააღმდეგი თუ კიდე ერთს დავამატებდით. და ეხლა უფრო სერიოზულ თემებზე გადავიდეთ. მეც ულოცავ შენ გილოცავ პირველ რიგში და შენს მაყურებელს და იყოს მშვიდობა და სიყვარული და კაცთა შორის სათნოება. და დაუბრუნდეთ სამხრეთ ამერიკაში მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ ეს სამხრეთ ამერიკულ რაღაც ლოკალურ პრობლემას გაცდა აშკარად, ეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა. და ბუნებრივია, მაყურებელი ხვდება, რომ ვენესუელაზე მაქვს საუბარი. ვენესუელა ესე ვთქვათ, ერთგვარად ნახევრად შემდგარი სახელმწიფო, ბევრი მას კარიკატურად მოიხსენიებდა დღემდე და გასაგებია რატომაც ამერიკელების მიერ ჩატარებული ოპერაცია, რაც არ უნდა კარგად დაგეგმილი ყოფილიყო და უმაღლეს დონეზე ფაქტი იყო, რომ კომპრადორულმა პოლიტიკურმა ელიტამ მადურო გაყიდა. მე ამ მადუროს არ ვიცავ ამ შემთხვევაში და არც მის სისტემას, მე ვამბობ ფაქტს. და სახელმწიფო არის, ესე ვთქვათ, ცაში გამოკიდებული გაურკვეველი პოლიტიკური ხელმძღვანელობით და არ არის გამორიცხული, რომ იქ სოციალური მოვლენები სოციალურ მოვლენებმა კრიტიკული სახე მიიღოს. დაპირისპირებაში და ასე შემდეგ და ჩვენ საუბრისას ვამბობდით, რომ იყო ანალოგიები მსგავსი და ეს ანალოგიებიც რო გავიხსენოთ ჩვენ საუბრისას, პარალელი გავალოთ და თუ შეიძლება აი საქართველოსთან არსებულ სიტუაციაში ამ ყველაფრის კორელაცია მოვახდინოთ. რას ფიქრობ და გისმენ ლევან დიდი ყურადღებით. ხო, ესე იგი, ეს მოვლენა რაც ჩვენ ვნახეთ და რაც ჩვენი საუკუნისთვის პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის უპრეცედენტო, რომ ჩაატარო მსგავსი სპეცოპერაცია და ქვეყნის მეთაური თავის ცოლთან ერთად მოიტაცო და აატყვევო და პრინციპში დემონსტრაციულად შენ ქვეყანაში ჩაატარო. ნუ ესეთი პარალელები შეგვიძლია გავალოთ ისტორიული, რომის ცნობილია, რომში რომ მსგავსი რამ ხდებოდა, მაგრამ მე რახან ვაკეთებ აქცენტს მაინც საქართველოზე და წინა გადაცემაში მქონდა ჩვენ საუბარი კულტურულ ტრამვაზე. აი ეს კულტურული ტრამვის განმარტება მე მგონი კარგი იქნებოდა ზუსტად ამ საკითხიდან, ამ кейსიდან, თუ ჩვენ გავავლეთ პარალელს და ჩვენს მაყურებელს დავანახებთ, აი რა არის რეალურად კულტურული ტრამვა. ოღონდ თავიდან შესავალი მინდა გავაკეთო ის, რომ ჩვენთან ცოტა არასწორად აღიქმება რაღაც მოვლენები და რაღაც გარკვეულმა ჯგუფმა ეს მიიღო როგორც ვენესუელელი ხალხის განთავისუფლება დიქტატორისგან. მაგრამ აი ხა ქართველებზე რო ვთქვათ, ხო, აი მე მაგალითად ჩემს ირგვლივ მე არც ერთ ადამიანს არ ვიცნობ, ვინც ვენესუელაში არის ნამყოფი. და ადგილზე უნახავს, ვთქვათ, იქ სიტუაცია. იმპერიული რაიმე კვლევა ჩაუტარებია, ან გაცნობია ხალხს და გამოუკითხავს იქაური სიტუაცია. ეს ჩვენ რაც ვიცით მაგალითად ვენესუელის შესახებ, ეს ჩვენ ვიცით დასავლური მედია საშუალებებიდან, რომ იქ არის დიქტატურა, იქ არის ნარკოკარტელები, შეიარაღებული ბანდები და ასე შემდეგ. ჩვენ სხვა ინფორმაცია პრინციპში არ აქვს. და მერე ჩვენ ამავე დროს გვაჩვენეს ფეიქ ვიდეოები, რომ თითქოს ხალხი ზეიმობს მადუროს იმას მოტყუებას და მერე აღმოჩნდა, რომ სულ სხვა დროის გავიტიშეთ. გამოხდა. არაფერი ინტერნეტის ის იყო, წვეთა იყო და. აჰა. ო, ესე იგი ტრები ყავს ხო, ნუკრისთან მაგრა ვიწვალეთ და მაგრამ მაინც ბოლოში გავედი. გისმენთ. და იმის თქმა მინდა, რომ
fake ვიდეოები გვაჩვენეს თითქოს რაღაც საზეიმო დემონსტრაციები და ასე შემდეგ და რეალური ვიდეოები მე რაც გავრცელდა ხალხი ავტომატებით იყო გამოსული და ამერიკის კოლონიალიზმი დამთავრდა მეც ჩვენ ამას აღარ მოვითმენთ და ასეთი გამოსვლები იყო და ხალხი ამაზე საუბრობდა კი არა მიტინგობდა და მოკლედ ღელავდა ხალხი და კვლავ მიდის ამგვარი მღელვარება და მოკლედ ხდება ხო გაჩერდი რომ მიმდინარეობს ღელვარება ხო და ანუ სერიოზული ღელვარება მიმდინარეობს და ჯერ არავინ არ იცის ეს როგორ განვითარდება მაგრამ კარგად ეხა რომ დავინახოთ სიტუაცია ჩვენ ზუსტად ანალოგიური სიტუაცია გქონდა საქართველოში როდესაც რუსეთის იმპერიამ გააუქმა ქართული მონარქია და ქართული ავტოკეფალია. ანუ დაუძლეველი ძალა, ანუ როგორც მას ეწოდება ფორს მაჟორი რუსეთის იმპერიის სახით მოვიდნენ მცხეთის საკათედრო ტაძარში გამოგვიცხადეს, რომ თქვენ ამიერიდან აღარ გყავთ მეფე და თქვენ ხართ იმპერატორის ქვეშევრდომლები. იქ ვიღაცამ წაიწია ხმალზე, რაღაცა იყო გაწევ-გამოწევა, მაგრამ ვერაფერი ვერ გააკეთა. თუმცა მას შემდეგ დაახლოებით 30 წელიწადი არ ცხრებოდა მცირე აჯანყებები და სისხლში ახშობდნენ რა ქართველი ადამიანის პროტესტს. ის შეიარაღებული წინააღმდეგობები იყო, აჯანყებები იყო და ბევრი რაღაც პერიპეტია, როდესაც ჩავიდნენ იმერეთამდე, აფხაზეთამდე, დიდი ხანი იყო გასული რა, თუ არა, ახლა წარმოიდგინე პატარა საქართველო, რა ადვილად ეს არის მოსახლეობელი, მაგრამ აი კახეთი, თბილისი, ეს სულ აჯანყებები მიმდინარეობდა იმპერატორის წინააღმდეგ. და ანუ ქართველმა ადამიანმა ყველაზე კარგად ახლა ჩემი აზრით უნდა გაიაზროს, გაისიგრძეგანოს კულტურული ტრავმა აი ამ მადუროს საკითხით. ჩვენ ახლა თუ დაგვარწმუნებენ რომ მაგალითად ვენესუელელი ხალხი ეს ამაყი ხალხი რომელიც თავს უწოდებს ბოლივარულ ქვეყანას სიმონ ბოლივარი არის კოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო ჰუგო ჩავესი კიდე ესა რა ქვია ინდიელი კაცი რომელიც ასევე წინააღმდეგობის სიმბოლო იყო და ეს არის ყველაფერი კოლონიალიზმის და კაპიტალისტების წინააღმდეგ, ანუ ხალხის, ვინც ქვეყნის რესურსებს წოვს ქვეყანას და მოსახლეობას ფაქტიურად გროშებზე ამუშავებს. და ჩვენ თუ ახლა ასე ყველაფერს დავიჯერებთ ერთბაშად, რომ რა კარგია, თურმე ხალხს უხარია, რომ ესა რა ქვია, ასეთი შეურაცხყოფა მიაყენეს, ასე სულში ჩააფურთხეს, რომ ჩავიდნენ რაღაც რამოდენიმე საათში ოპერაცია ჩაატარეს და წამოვიდნენ და ლეგიტიმური არჩეული მათ მიერ არჩეული პრეზიდენტი თავის ცოლიანად გაიტაცეს. არ ვიცი, ეს რაღაც მძიმე შემთხვევა მგონია მე პირადად და ანუ ზუსტად უნდა დავინახოთ რა პარალელი, იმიტომ რომ ვენესუელაც არის პატარა ქვეყანა, რომელიც არის ამ გიგანტი ამერიკის შეერთებული შტატების უკანა ეზო, ასე ვთქვათ, ასევე აღვიქონდა ჩვენ რუსეთის იმპერია უკანა ეზოდ და ასევე აღვიქონდა საბჭოთა კავშირის იმპერია და თავისთავად თავს დაგვესხადა სამწლიანი დამოუკიდებლობა გაგვიუქმა და წაგვართვა და ეს არის ყველაფერი ტრამვატული მოვლენები. და თუ კი მაგალითად დღეს ახლა ვიდეო ნახე გოგონა ტიროდა, რომ ემოციურად უყურებდა ამ საკითხს, რომ გაანთავისუფლეს ესა ვენესუელელი ხალხიო და ეს არის პრინციპში ნონსენსი, მაგრამ ახლა იმ გოგონას რაც ვერჩი, როცა გამოცდილი ჟურნალისტი დაწერს, რომ რას მიქვია საერთაშორისო სამართალი, თუ კი ხალხის განთავისუფლება დევს სასწორზეო და თუ კი საერთაშორისო სამართალი ამ თვალსაზრისით მოუშალეთ, რომ ხალხია გასათავისუფლებელი და ეს ქმედება ლეგიტიმურია, მაშინ შეიძლება მეორე დღეს ვიღაცამ კონკრეტული ხალხის დამონება გადაწყვიტოს, იმიტომ რომ საერთაშორისო სამართალი მოშლილი იქნება და ანუ გასაგებია, რომ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდით, რომ ყველაფერი
ინგრევა და ყველა ცდილობს რაღაც დიდი ტორტის ნაჭერი თავისთვის წაიღოს. მაგრამ აი ეს ქართველმა ადამიანმა ყველაზე კარგად უნდა გაიგოს თუ რა არის აი ასეთი ღირსების შელახვა, ერის შეურაცხყოფა, როდესაც ჩამოვლენ დაგესხმებიან თავს, დაგიხოცავენ რა იქ რამოდენიმე ასეული არა, მე მგონი 100 კაცამდე დახოცეს. 140 კაცამდე არისო, მაგრამ იქ ალბათ ნუ რაღაცა არის სოლიდური რიცხვი და შენს მეთაურს წაიყვანენ. შეიძლება მადურო და დიქტატორი და ესა საშინელი ადამიანია, რაზეა საუბარი, მაგრამ ხალხის ნება თვითონ სად არის ამ დროს? და ჩვენ შორის მსგავს რამეზე სულ ესეთ პასუხს ვცემ ახლა აქ ისთანაც მაქვს საუბარი, რომ აბა როგორ უნდა იქნა და კიდევ კარგი გადაარჩინა ქვეყანა და ამერიკაში 7 მილიონამდე ვენესუელელია გამოქცეული რეჟიმიდან ეს მართლა არ ვიცი ამდენად 7 მილიონია, მაგრამ ნუ დაახლოებით ეგრეა, მაგრამ არ დაგვავისდეს რომ 7 მილიონიდან უმეტესობა შესაძლოა ვაჭარბებ, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი არის ორგანიზებული ბანდები, რომელმაც ჩრდილოეთ შტატები დაატყვევეს ახლა. აი მინეაპოლისში რაც ახლა ხდება, მინესოტაში, ზუსტად იმის გამო ეს არის გამოძახილი. და აი ზუსტად მსგავს ჟურნალისტებს და საზოგადო მოღვაწეებს უჭით პარალელის გავლება, რომ როცა საერთაშორისო სამართალი რაშუაშია, როცა ქვეყანა ჭირდება, ზუსტად ესეთივე მიდგომით შეუძლია რუსეთს. ჩვენ რა და აფხაზეთი და ცხინვალი მონაგონი იქნება. არ ვიცი მაგასაც ვიტყვი აუცილებლად. უბრალოდ საუბარი აქ იმაზეა, რომ თუ კი ჩვენ წარმოდგენას შევიქმნით მხოლოდ და მხოლოდ დასავლური პრესიდან და ტელევიზიიდან და არ შევეცდებით მაგალითად ცოტა რაღაც სიღრმეებში წავიდეთ, ოდნავ მაინც რაღაცა წავიკითხოთ, რაღაცა მოვისმინოთ, მაშინ გვექნება უბრალოდ აი ეს კარწინკა, რასაც დაგვიდებენ და იმის იქეთ ჩვენი ცნობიერება მეც აღარც მოითხოვს ალბათ და აი წარმოვიდგინოთ ის, რომ ვენესუელა, საერთოდ ლათინო ამერიკა ეს არის დაპყრობილი ხალხები და ქვეყნები, სადაც ფეოდალები, კაპიტალისტები, ჯერ ესპანეთი იყო დამპყრობელი და ნუ ბოლივარი ესპანეთს ებრძოდა და ამ კოლონიალურ ძალებს. და მას შემდეგ ესტაფეტა გადაიბარა ამერიკამ და მემარცხენეობა და ეს სოციალისტური გადახრები ამ ქვეყნების ეს არის მათი ბუნებრივი გარემო, იმიტომ რომ ისინი მუდმივად არიან ბრძოლაში, ებრძვიან კაპიტალისტებს და შესაბამისად მოკავშირეებად ისინი ყოველთვის თვლიან ისეთ ძალებს და ისეთ ქვეყნებს, რომელსაც მემარცხენე მიმართულება ჰქონდა. საბჭოთა კავშირს რატომ ცდილობდნენ სულ საბჭოთა კავშირთან ქონოდათ ესა ურთიერთობა, იმიტომ რომ ამერიკა იყო მათი შემავიწროებელი. სიღარიბე რატოა ლათინო ამერიკაში? იმიტომ რომ ამერიკას ყავს სანქციებში, მარწუხებში. რატომ არის ესენი რა ქვია ემიგრანტები ამერიკაში ლათინო ამერიკიდან? იმიტომ რომ ხალხი ვერ ცხოვრობს, საშინელ მდგომარეობაში არიან. კუბა ავიღოთ, ხო? კუბას რა გაუკეთეს? იმიტომ რომ კუბამ მოინდომა თავისუფლება. და ნუ მერე კარიბის ზღვის კრიზისი ეს სხვა თემაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მათ არ ეპატიათ აი მონროს დოქტრინის შერყევა, ასე ვთქვათ და რომ საბჭოთა კავშირს მიეცა რაკეტების განთავსების უფლება, მაგრამ დასჯა, რასაც ქვია, ამერიკამ დასჯა იცის დაუნდობლად. და დღემდე არ აქვს მოხსნილი ეს სანქციები და კუბიდან ემიგრაცია ფაქტიურად ძალიან რთულად ხდება ამერიკაში. და ის ხალხი არიან, არ ვიცი, უკიდურეს გაჭირვებაში. თუმცა იქაც არის რაღაც პატარ-პატარა ოაზისები, რაც ტურისტებისთვის არის. აი მაგალითად ჩემი მეგობრები არიან კუბაში ნამყოფი და იქ ყველანაირი საშუალებები არსებობს გართობის, ტურისტისთვის და ასე შემდეგ, მაგრამ ვარატერო არის ერთი ეგეთი გამოჩვენა. გახვალ რაღაცა იმიდან ზონიდან და აღმოჩნდები საშინელ მდგომარეობაში და ეს გასაკვირი არ არის, რომ ასეთი გადახრები კონდეს ამ ქვეყნებს და ჩვენც არ უნდა გვიკვირდეს, ჩვენ რო ვართ რუსეთის იმპერიის, საბჭოთა იმპერიის მარწუხებში მოქცეული მაგალითად და არ გვეძლება საშუალება გარკვეული ჩვენი ნების გამოვლენის, იქივე ბედის გამზიარებელია, ვთქვათ, ლათინო ამერიკა. და ამ ხრივ გარკვეული სოლიდარობა მართებს იმ ხალხს.
და გაჭირვება მე გარკვეულ პრობლემებს ქმნის და იქ ნარკოკარტელი შეიძლება გაჩნდეს. დიქტატორული გადახრა შეიძლება გაჩნდეს და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ პირველ რიგში რომ ეს ამხელა სახელმწიფო გაზის თავისი სანქციებით და თავისი მარწუხებით. აი ეს არის რეალური და კულტურული ტრაუმა სწორედ გამოვლინდება ამ ვენესუელელ ხალხში 10 წლეულების, შეიძლება 100 წლეულების შემდეგ, როდესაც ეს ხალხი გაიაზრებს, რომ მათ რამხელა შეურაცხყოფა მიაყენეს, როგორ ჩააფურთხეს სულში, როგორ შეულახეს ღირსება, ისევე როგორც ჩვენ ქართველებს. მაგრამ ჩვენთან ეს მეხსიერება არის დავიწყებული, ეს არის პრობლემა. და მონარქიაზე რო საუბრობთ და მონარქიის აღდგენაზე, ჯერ ეს მეხსიერება უნდა აღდგეს, ქართველმა უნდა გაიაზროს, რომ მას შეურაცხყოფა მიაყენეს თავის დროზე. ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც მონარქია ჩვენინებით არ გაგვიუქმებია, წაგვართვეს და თავს დაგვესხნენ და ხელები გადაგვიმტრიეს და შესაბამისად აქედან გამომდინარე უნდა ვიაზროვნოთ, რომ ღირსების აღდგენა ხდება ყოველთვის რაღაცის აღდგენით, ის რაც წაგართვეს და ის რაზეც შეურაცხყოფა მოგაყენეს და გული გადგინეს. თუ ამას ვერ გაიაზრებ, მუდამ იქნები ტრამვირებული და მუდამ ტრამვირებულ თაობას შობ. აი ეს კულტურული ტრამვის ფენომენი. რეზოსთან მქონდა კარნაძესთან საუბარი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კონკრეტულად და გლობალურად, ანუ მონროს დოქტრინის ზონაში ედვის მემარცხენე მოძრაობას და შესწორედ აღნიშნე, რომ იგივე კუბის ან ვენესუელის ან დავუშვათ ჰონდურასის, ჰონდურასი ახლა ცოტა სხვა მდგომარეობა, მაგრამ საწყის მდგომარეობაში იგივე კოლუმბიის მემარცხენეობა ქვეყნის ესე იგი თვითმიზანი კი არ იყო არჩევანი, უბრალოდ სხვა გამოსავალი არჩებოდა, იმიტომ რომ ნუ ახლა საბჭოთა გაზეთები და პროპაგანდა მახსოვს, როცა კომიქსები იხატებოდა, ესეთი ამერიკელი იმპერიალისტი როგორი იყო, ხო? მაღალი შავი ცილინდრით, სიგარით ხელში, სმოკინგი და რომ დააბიჯებს დედამიწის გარშემო დიდი ამერიკული ჩექმით. ეს ახლა ჩვენთან იყო და ახლა შეხო წარმოიდგინე იმათ ეს თავიანთ კანზე გამოცადეს. აი ნახეთ, გინდა ძველი და გინდა ახალი დრო ავიღოთ. ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა არის ქრისტიანობა. იმიტომ რომ როგორც გიორგი მთაწმინდელმა უთხრა ანტიოქიის პატრიარქს, რაიცა ერთი ღმერთი გვიცნობიეს, არც მარცხნივ მიმართულ ვართ და არც მარჯვნივ, მას შემდეგო რა, ერთი ღმერთი რაც ვიწამეთ, მას შემდეგ ვართ ასეთები, როგორებიც ვართო და ბუნებრივი მდგომარეობაა ჩვენი ქრისტიანობა და ამავე დროს ამ ბუნებრივ მდგომარეობას ასულდგმულებს და თან ამავე დროს აძლიერებს კიდევაც შინაგანად სულიერად ისლამური სამყარო, რაც ჩვენ გარს გვერწყმის და რომელიც ასე გვახჩობდა სულ, მაგრამ ღირსებიდან, რწმენიდან, ღვთისმსიყვარულიდან გამომდინარე ვიყავით მუდამ კონტრ იმაში მდგომარეობაში, მუდამ ვიბრძოდით, ხო? მაგრამ ამავე დროს ვეძებდით მოკავშირეს. ბიზანტია იყო ჩვენი მოკავშირე, სულ ხანსაბა ევროპაში დარბოდა საცოდავი, კათოლიციზმიც კი მიიღო. ისმის? მერე რუსეთის იმპერია გამოჩნდა მართლმადიდებლად. ანუ მოკავშირეს ძებნაში ხარ მაშინ, როდესაც შენ გარემოში ვიღაცა გახშობს შენს ირგვლივ მყოფი ძლიერები. ისევეა ვენესუელელი ხალხი, თუ არა რა ჭირი უნდათ ეხლა იმასთან ჩინეთთან და საბჭოთა კავშირთან, ხო? რომ ამერიკასთან დალაგებული, ან ჩვენ რა გვინდა, მაგალითად, სადმე თუ კი რუსეთთან, თურქეთთან, ირანთან ის გვექნებოდა სიამტკბილობა და კარგი ურთიერთობა, ხო? მაგრამ აბორიგენ ინდიელებს ეხლა სულ არ იცოდნენ მემარცხენე და მემარჯვენეობა, როცა ბოლივარმა ფაქტობრივად ამ მოძრაობას დასაბამი მისცა და თავად ჩაუდგა. ხო, ბოლივარული ქვეყანა ასე უძახიან თავის ქვეყანას, ჩვენ ქვეყანაზე ვთქვათ დავითიანი და თამარიანი, აი ესეთი რაღაცაა და ამის გააზრება ცოტა არის საჭირო იმისათვის რომ მიხვდე ადამიანი რომ რაღაცა შენი ბედის მსგავსი ადამიანები არიან და ისა ხალხი. ამ ბოლო 20 წელმა ამ დენადამება. ბოლო 20 წელმა საქართველოზე საგანმანათლებლო მხრივ ძალიან ნეგატიურად იმოქმედა. მაგრამ ამაზე არაერთხელ მისაუბრია ჩემს სტუმრებთან. მე და შენც ვისაუბრეთ ამაზე და ზუსტად ეგ არის, რომ კრიტიკული აზროვნებაც არ თუ ახალგაზრდა თაობას. ანუ პარალელსაც კი ვერ ავლებენ. ზოგჯერ ხუმრობ კიდე მე და შენ პოდკასტზე წინაზე საერთოდ ერთ რამეზე ვსაუბრობდი და
საერთოდ სხვა რამეზე ქონდა კომენტარი გაკეთებული და იქ მივწერე რომ გასაგებია რომ წაკითხული შინაარსი პრობლემაა, მაგრამ გაგონილი სახქმაც რო პრობლემაა, ესე იგი ეს სერიოზული პრობლემაა საზოგადოების. სამწუხაროდ ეგრევე. ახსენე ქრისტიანობა და დროული იყო, იმიტომ რომ ნუკრისთან მქონდა საუბარი შოშეშულთან და მან ერთ-ერთ გამოსავლად ერის თვითგადარჩენის და თვითგამორკვევის იდეად თქვა, რომ დაასახელა ქრისტიანული მორალი და ძნელია ამაში არ დაეთახო ნუკრის და შემდეგ ბევრ რამეზე ვისაუბრეთ და აი ის იდეა, ანუ შეიძლება ითქვას პროექტი, რომელიც დამზადების პერიოდში ახლა ტრადიციონალური მონარქია. შემოქმედებითი ტრადიციონალიზმი და უბრალოდ ტრადიციული მონარქია იქ ნუკრისთან ვახსენე და იმითო გადმოვიტანე აქ. შემოქმედებითი ტრადიციონალიზმი როგორ ფიქრობ, აი რა კორელაციაში არის და უშუალოდ იმ ქრისტიანულ მორალთან და საერთოდ აი იმ იდეასთან, რომ სახელმწიფო უპირველესად არის ერი და მერე იღებს სახელმწიფო კონტურებს. და რას ფიქრობ, რა პარალელი შეგიძლია გაავლო, ან რა თავსებადობა ნახე შენ ამაში? პირველ რიგში ვიტყვი კომპლიმენტს ნუკრის მიმართ, იმიტომ მე უსმინე ამ გადაცემას და ძალიან მომეწონა. ნუკრი არის ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელიც აი ძალიან მზარდი და განვითარებადი ადამიანია, სულ უფრო და უფრო საინტერესოა მისი მოსმენა. ერთ-ერთი მართლაც საინტერესო მოაზროვნეა ქართულ სინამდვილეში და სიმბოლურ ფიგურაზეც გაამახვილა ნუკრიმ ყურადღება და ეს ქრისტიანობა თავისთავად და მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ეს მისი ქვეცნობიერიდან იყო გამოძახილია სიმბოლურ ფიგურაზე, შეიძლება გააზრებულიც არის სრულად მის მიერ, მაგრამ ჯერჯერობით გარკვეულ ნიადაგის მოსინჯვა იყო მისი მხრიდან, არ ვიცი, მაგრამ მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ სიმბოლური ფიგურა არის მონარქი და არავინ სხვა. რაც შეეხება ქრისტიანობას სიმბოლურ ფიგურად ჩვენ ეკლესიის მეთაურს არ განვიხილავთ, რადგანაც ისინი არიან სინერგიაში, ტანდემში მუშაობენ. ერს ჭირდება სულიერი მოძღვარი და ზნეობრივი გმირი. აი ეს არის ორი ერთმანეთისაგან განუყოფელი პიროვნებები, რომლებიც უნდა იყვნენ ერთმანეთთან სინერგიაში და მათი ამ ერთობლივი ქმედებებით, გადაწყვეტილებებით, აზროვნებით უნდა უწინამძღვრონ ერს და სახელმწიფოს. ეს არის აუცილებელი და ანუ სიმბოლური ფიგურა არის ყოველთვის მონარქი, რომელიც ნუკრემისის თქვა, რომ აი ისეთი ფიგურა უნდა იყოსო, ისეთი რომ წერი რომ მოვაო, ის უნდა გავიდესო და უნდა შეაჩეროსო. და შეიძლება ვერ შეაჩეროს, მაგრამ შეიძლება ჯარს ჩაუდგეს სათავეში. თუ თქვათ ხმლის ქნევის დრო არ არის და ასეთები ხშირად ყოფილა საქართველოს ისტორიაში, რომ ჩვენ არ გვქონდა შესაძლებლობა ხმლის ქნევის და მიდიოდა მსხვერპლშეწირვა და მონარქი მიდიოდა და თავის თავს წირავდა, ხო? ამაზე წინაზეც ვისაუბრეთ და ეხლაც უნდა გავიმეორეთ, რომ ჩემთვის პირადად ყველაზე დიდი პიროვნებები მონარქებს შორის არიან დიმიტრი თავდადებული და კეთევან დედოფალი, იმიტომ რომ ისინი თავიანთი უძლურებით გაიმარჯვეს ბოროტებაზე. იმიტომ რომ მსხვერპლშეწირვა სხვა არაფერია თუ არა სიყვარულიდან წამოსული შენი კონკრეტული ქმედება, რომელიც შენ არ აქვს შესაძლებლობა ვიღაცის დამარცხების, იმიტომ რომ მოცემულობა ისეთი რომ ვიღაცა შენზე ფიზიკურად ძლიერია, ხილური, მატერიალური, ასე ვთქვათ, ძალა, მაგრამ შენი სულიერი მდგომარეობიდან, შენი პასუხისმგებლობიდან, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი მონარქისთვის, იგი მიდის საკუთარი სიცოცხლის გაწირვაზე და იმარჯვებს. ეს იმიტომ არის ფაქტი, რომ მათ გაიმარჯვეს, რომ მე და შენ დღეს და ჩვენი მაყურებლები ვართ ქართველები, ქართულად საუბრობთ, ვართ ქრისტიანები და
აი ამითია მათი გამარჯვება. ანუ ჩვენ რახან ვართ ასეთები ამ მდგომარეობაში. ეს არის მათი გამარჯვება. და რაზეა საუბარი, რომ უდიდესია დავით აღმაშენებელი და თამარი და გიორგი ბრწყინვალე, მაგრამ მათი მოპოვებული და მათი აშენებული სამწუხაროდ არ შენარჩუნდა. მაგრამ სხვერპლშეწირვა, რაც განახორციელა ამ ორმა უდიდესმა მონარქმა, მათი შედეგი უფრო გრძელვადიანი აღმოჩნდა და უფრო ხელშესაღები და უფრო ხილული. იმიტომ რომ ჩვენ დღეს აი ვართ ასეთები, როგორებიც ვართ და მადლობა ამისთვის, რა თქმა უნდა, მათ. და აქედან გამომდინარე, ეს დრო, რა თქმა უნდა, მწიფდება, მაგრამ კიდევ ერთხელ უმნიშვნელოვანესია ქართველისთვის გააზრება რა დაკარგა და რა აქვს ახსაფრთქინი. ანუ ვინ დაკარგა უბრალოდ და ვინ უნდა მოაბრუნოს. და ეს იქნება ის, რაც მაგალითად ერს შეკრავს. ყველას არა, სამწუხაროდ ალბათ არა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდ მასას ჩვენი საზოგადოების არ აქვს გააზრებული კულტურული ტრავმა. ანუ ვერ გზნობს თავს შეურაცხყოფილად. ისმის, ანუ შეუძლია მას სუფრას მიუსხდეს ქართველი და უჭახუნოს ჭიქა და ყანწი ერთი მეორეს და ადიდოს მონარქი და მონარქია, მაგრამ საქმეზე რომ იდგება, გამოვა და იტყვის, რომ ახლა მაგი ვარჩინო, მეტი არ მაქვს საქმე. ესე ანუ მერკანტილურ რაღაც სამარცხვინო განცხადებას გააკეთებს. გამოდის, რომ ჩვენ ყავს სუფრის პატრიოტები რა და მეტი არაფერი და ეს სუფრის პატრიოტიზმისგან უნდა გადავინაცვლოთ რეალურ პატრიოტიზმში, მაგრამ თუ ამის გააზრება არ იქნა, რომ ანუ იგივე მაგალითად აი აფხაზეთი არ უნდა დავიბრუნოთ. ეს არ არის წართმეული, არ არის შეურაცხყოფა, არ არის ღირსების აყრა. იქ დაბადებული გაზრდილი ადამიანი იქ არ უნდა დაბრუნდეს? ჩაიქნევს ხელს, რომ არ მაინტერესებს აფხაზეთი ახლა ერთი რა, მაგეთ თბილისში ვიცხოვრებ, ან უცხოეთში ვიცხოვრებ და ჯანდაბამდე გზაქონია აფხაზეთს. თუ ასე ფიქრობს ქართველი, მაშინ წასულია მისი საქმე ხელიდან. თუ ასე არ ფიქრობს და თუ ეს მიაჩნია მის პირად ტკივილად, შვილსაც ასე ზრდის, მე თუ ვერ დავუბრუნდები შვილო, მაშინ შენ უნდა დაბრუნდე. ესმის, ანუ თუ ასეთი ისა გვაქვს სურათი ქართველებს შორის, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება და გონს მოეგება ქართველი, მაგრამ ახლა თუ სრულიად რაღაც მატერიალისტი გახდა ადამიანი და სადაც კარგად მაჭმევენ, იქ ვიქნები კარგად და ასე შემდეგ, მაშინ ეს არის ტრაგედია, მისი პიროვნული ტრაგედია და ნუ ძელვადიან პერსპექტივაში უკვე ერის ტრაგედია, რომელიც ნელ-ნელა აუცილებლად გაქრება. ასეთი ერები ქრებიან, რომელსაც არ აქვს წინააღმდეგობის დაწევის უნარი და არ აქვს გრძელვადიანი გეგმები, რომ აი როგორ დაიბრუნონ, როგორ აღადგინონ, როგორ ააშენონ და ასე შემდეგ. ესაა ჩემი აზრი ამ საკითხზე. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ისევ ჩვენ წინა პოდკასტს უნდა დავუბრუნდე, კომენტარებში იყო, რომ ზოგი სისტემურად ვერ აღიქვავდა რა იყო და იქ ბევრმა დაწერა ესეთი რამ, რომ ახლა კიდე თავადაზნაურობა დააბრუნეთ, კიდე ეგ გვაკლია, რაზეც მე და შენ ვისაუბრეთ, მაგრამ აი იმიტომ ვამბობ, რომ წაკითხული შინაარსი გასაგებია, ხო, რომ ვერ კითხულობ და მე ვერ იაზრება, გაგონილი ხო მაინც უნდა გაიგო, ხო? ეგ ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ ნიშნავს იმ რაღაცა მე-19 საუკუნის საქართველოს დაბრუნებას და თავადაზნაურობა გლეხობა და რაღაც ამდაგვარი, მაგრამ მაინც ამდაგვარი კომენტარები იყო. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რამაც ჩემი ყურადღება მიექცია, ის არის, რომ რამდენად აღიარებს თანამედროვე საქართველოს საზოგადოება ერთპიროვნულად ამა თუ იმ საზოგადო ლიდერს, კერძოდ მეფეს, როცა საზოგადოებაში ასევე დიდი ავტორიტეტი მქონე პირები ვერ სარგებლობენ, ასე ვთქვათ, დიდი ავტორიტეტით. და მაგალითი იყო იქ, რომ ვინც 2012 წელს ყველაზე დიდი როლი შეასრულა საქართველოს, ასე ვთქვათ, მობრუნებაში, ახალი ფორმაციის ჩამოყალიბებაში იყო ბიძინა ივანიშვილი და მას და მის პარტიას 53% აქვს. 12 წლის თავზე. და ისეთი მეცენატი, როგორც ბიძინა არისო, ისიც კი რამის ნახევარი საქართველოს მისი ოპონენტიაო და როგორ ფიქრობ, აი როგორ უნდა მოხდეს ესე დავარქვათ, მეფის მიღებულობა საზოგადოებაში,
რომ სულ ცოტა 2/3 საქართველოს საზოგადოების იყო ამის მომხრე. ხდები შეიძლება ანტიპათია, შეიძლება სიმპათია არ ქონდეს ან რაღაცა, მაგრამ როგორც სახელმწიფო მნიშვნელობის ფიგურა დაღიკვავთ. მოდი ჯერ ჩემას ვიტყვი, თქვა რატო შეიძლება იყოს ასეთი დიდი სხვაობა საზოგადოებაში, მაგალითად რატო უნდა უპირისპირდებოდეს საკმაოდ დიდი რაოდენობა ემიგრაციაშიც ასევე, ხო? კი, რა თქმა უნდა. მე აქ ცხოვრები ქართველების მხრიდანაც. მეც აქ ცხოვრები ქართველების მხრიდან, ვიცი, უამრავი ჩემი ნაცნობი მეგობარი არის წინააღმდეგი და არის ოპონენტი და პირველ რიგში ალბათ იმიტომ რომ გავრცელებული ნარატივი არის ძალიან ესეთი მყარი და მტკიცე, რომ ეს არის რუსული ოცნება, კრემლის პროექტი, ჩამოგვაშორეს დასავლეთს, მივყავართ რუსეთში და ასე შემდეგ. ანუ ეს ნარატივი არის ესეთი მტკიცე, იმიტომ რომ ჯერ პირველ რიგში ქართველ ხალხს დაპირებული აქვს უკვე და შევარდნაძის დროიდან, როდესაც ნატოზე და ემაზე დაიწყო ევროკავშირის საუბარი, ანუ ეს პერსპექტივა ქართველ ხალხს დაპირდნენ. ევროკავშირი არის კეთილდღეობა, ნატო არის უსაფრთხოება. ანუ ეს ორი მოცემულობა არის ძალიან სასურველი. ძალიან სასურველია და ადამიანი ამას ებღაუჭება. რომ ეს დამპირდნენ, წარმოიდგინე ომარ ხაიამის ლექსში რო არის ღვინის დინარეები და ოქროს ტახტიო, მითხრეს გექნება 60-ში თუ ღირსი გახდი. ანუ ისმის და ეს დანაპირები ხალხს გონია რომ ხელიდან უსხლდება. მაგრამ რეალურად ეს დანაპირები იყო თუ არა ნაღდი დანაპირები და ხომ არ იყო ეს იმთავითვე ტყუილი. მაგრამ ჩვენ ვისაუბრეთ ადრე ბჟეჟინსკის ის ვახსენეთ მისი ცნობილი წიგნი, იქიდან მოყოლებული ის იმ წიგნი ის რო გავიხსენოთ, ის ადამიანი ამბობს რომ კონკრეტული დინამიკა რაც იყო ამ გაფართოების და გლობალიზმის, ეს დინამიკა შეჩერდა. რადგან ავტორიტარული სახელმწიფოები გახდნენ საკმაოდ ძლიერები და მიუღებლობა იქნა გამოთქმული მათი მხრიდან. მაგრამ ჩვენ ცოტა საპირისპირო სურათსაც ვხედავთ. ერდოღანიც გამოდის და ითხოვდა ევროკავშირში გაწევრიანებას და ვარი ეთქვა, პუტინი გამოდის და მას რა ქვია top secret დოკუმენტებს გვაჩვენებს, აი ბუშთან ერთად კითხულობს იმას საიდუმლო დოკუმენტს, როგორ მიმართეს ნატოს, რომ გაგვაწევრიანეთ ნატოში და იქიდან რო იყო ვარი და ნუ ბუში იცინოდა, რაღაცა მეფისტოფელივით. და ესე იგი გამოდის, რომ გლობალიზმი პროცესი ჩაშვებული იყო. აქეთა მხრიდანაც პოსტსაბჭოთა სივრცე და ასევე თურქეთის სივრცეც ითხოვდა მათთან გაწევრიანებას, მაგრამ მათ თურმე არ დომებიათ. მათ უბრალოდ არ უნდათ კონკრეტული არც პიროვნებები, არც რაღაც პოლიტიკური კლასი, მათი განეიტრალების შედეგად უნდათ ამ ქვეყნების შეწოვა. და თუ ამ ქვეყნების შეწოვა არ მოხდებოდა და თუ ამას ვერ მოახერხებდნენ, მაშინ იმ ეგრეთ წოდებული რიმლენდი, რომელიც გარკვეულ რკალს წარმოადგენდა ამ ჰარტლენდის გარშემო, ამ რიმლენდის მეშვეობით უნდა მოეხდინათ ერთგვარი საბოტაჟი, დესტაბილიზაცია და ასე შემდეგ. ამ რიმლენდში ჩვენ აღმოჩნდით მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა. მანამდე ვიყავით ამ ჰარტლენდში, როდესაც ვიყავით მათი ნაწილი, მაგრამ როგორც კი ეს დაშალეს და დაინგრა, ჩვენ აღმოჩნდით ამ რიმლენდში და ამ ჩვენ რიმლენდში მყოფ ხალხს გვპირდებოდნენ, რომ თქვენ გახდებით ჩვენი ნაწილი და ჩვენც ამის გჯეროდა და გვინდოდა და მე ვიყავი ერთ-ერთი ამის აპოლოგეტი, რომ ევროპა, რა თქმა უნდა და რაზეა საუბარი. მაგრამ როგორც კი საქმეზე მიდგა და პირდაპირ ცხელი ომი დაიწყო და რუსებმა განახორციელა ისა ინტერვენცია, იმ წუთასვე ჩვენი ფუნქცია გამოჩნდა. რა იყო ჩვენი ფუნქცია? ჩვენი ფუნქცია არის პრობლემის შექმნა სხვა ფლანგიდან. და ჩვენთვის ეს არის სასიკვდილო. ანუ ამაზე ახლა უამრავმა ადამიანმა თქვა და
კიდე რა საჭირო ამის გამეორება, მაგრამ ჩვენი ფუნქცია დღესდღეობითაც არის იგივე. ჩვენ სხვაგვარად არ განგვიხილავენ, იმიტომ რომ როდესაც ხედავს მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები ნომერ პირველ კონკურენტად ჩინეთს, კი არ აპირებს იმგვარ ურთიერთობას რუსეთთან, რუსეთის ფედერაციასთან, როგორც კისინჯერმა და ნიქსონმა განახორციელეს ჩინეთთან. ანუ ეს ჩინურ საბჭოური კავშირი რო გაეწყვიტათ, მათ ჩინეთს დაპირდნენ კეთილდღეობას, ინვესტიციებს, ბიზნესებს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, იყიდეს ფაქტიურად ჩინეთი, მოწყვიტეს საბჭოთა კავშირს და დაამარცხეს საბჭოთა კავშირი, მაგრამ ჩინეთი ამ ყველაფრის შედეგად დიდ დრაკონად გადაიქცა, როცა იყო თქვათ ხვლიკი მაგალითად. დღეს უკვე არის მითიური დრაკონი რეალურად გადაიქცა. რეალურად გადაიქცა ეს დრაკონი და ეხლა როდესაც ისევ ტანდემი ჩამოყალიბდა რუსეთისა და ჩინეთის, იგივეს გაკეთებას როგორც ჩანს არ აპირებენ, რომ ახლა რუსეთს შეთავაზონ, აი შენ უკრაინა და ოღონდ იმასთან რა ქვია ჩინეთთან გაწყვიტე ურთიერთობა და ასეთ რაღაცას არ თავაზობენ. პირიქით ასუსტებენ, ამარცხებენ ისე რომ როგორც დამარცხებული საბჭოთა კავშირი ხელში ჩაუვარდათ, ისევე ჩაუვარდათ ეს რუსეთის ფედერაცია და მერე შემდგომ იმასაკნან, რა ქვია, დაარტყან, თუ შეზღუდონ, შეაკავონ, ეს ტექნიკის საკითხია ჩინეთი. და რუსეთიც გრძნობს ამას, რომ ეს ალბათ ასე იქნება. ჩინეთიც ეუბნება და თავის დროზე დენ სიაოპინმა დაიბარა, რომ როდესაც დაინახა რა დაემართა საბჭოთა კავშირს ამის შემდეგ, არავითარ ჩიმერიკაზე არ დათანხმდეთ, არავითარი ორთა შორის ურთიერთობა, ყოველთვის უნდა იყოს სამზე უნდა იყოს ურთიერთობა, ჩვენი მტრები და ჩვენი მოკავშირეები. დენ სიაოპინის პირველი ფორმულირება იყო იმისი, მრავალპოლარულობა. ხო. თუმცა მრავალპოლარულობა საეჭვო ამბავია, ძალიან ქაოტურ სიტუაციაში შეიძლება. თორემ ფიზიკურად პოლარულობა მხოლოდ შეიძლება იყოს ორი ნაწილი. რა თქმა უნდა. და ომიც მხოლოდ ორს შორის შეიძლება იყოს, სამს შორის ომი არ არსებობს, ეს არის აბსურდი. და როდესაც დაინახეს რა გაუკეთეს საბჭოთა კავშირს, იმ წუთასვე დაიბარა დენ სიაოპინმა იქ და ჩატარდა მთელი ეს მათი სხდომები და ასე შემდეგ. ასე შემდეგ რომ არავითარ ჩიმერიკაზე არ დათანხმდეთ, იმიტომ რომ ასევე შეგვჭამენ და დაგვშლიან. და აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენ ვხედავთ ამ ქაოტურ სიტუაციაში, ისეთი სოფლიოს ისეთი ნაწილების დაპატრონება დაუფლებას, საიდანაც ამერიკას ფაქტიურად ბადალი არ ეყოლება თავის მტრებთან და კონკურენტებთან ურთიერთობაში და დაპირისპირებაში. ხა იმის არქტიკის თემას მარტო ალიასკით ამერიკა როგორც ჩანს ვერ გაკაჩავს და მას ჭირდება აუცილებლად ეს გრენლანდია. ბუნებრივია, ხო? ახლა გრენლანდიის დაუფლებით ნატო ირყევა შესაბამისად, ანუ ეს პრინციპი ირღვევა. ეს აქ მათ უნდათ, ეს არ უნდათ, ეს ნელ-ნელა პროცესში გამოჩნდება, პროგნოზის გაკეთება ალბათ აქ არღის, იმიტომ რომ სიტუაცია არის ქაოტური და ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს თავს და ვეთანხმები ნუკრის ამ შემთხვევაში, რომ როდესაც ასეთი ქაოტური სიტუაცია შინაგანის სიმტკიცე არის უმნიშვნელოვანესი. გამორიცხულია მაგალითად აი მუშტმა იმუშაოს ისე, თუ კი მას რომელიმე თითი აკლია, ან თუ კი მას რომელიმე თითი არასწორად აქვს შეკუმშული. მუშტი მუშაობს მაშინ, მეგულისხმობ რა თქმა უნდა ნოკაუტს, როდესაც მუშტი გაქვს მაგრად შეკრული. თუ კი რომელიმე თითი მას აკლია, ეს კარგად არ იმუშავებს და თუ კი ერი გახლეჩილია, ჩვენ ნახეთ რა დაგვიმართა ეგრეთ წოდებული სამოქალაქო ომის შემდეგ აფხაზეთში, სამაჩაბლოში, მაშინ, როდესაც ვიყავით გაყოფილები, შევარდნაძისტები, ზვიადისტები. თუ ეხა იქნებიან ესე ქოცები და ნაცები, საქართველო დამარცხდება, ისედაც დანაწევრებული საქართველო და ისედაც გაუბედურებული. აი ეს არის აქსიომა, რომ ასე მოხდება, ასე ხდება.
საერთოდ, იმიტომ რომ სხვაგვარად არ გამოვა და ეხლა დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ საქართველოს რაღაცა სტრატეგიული მოთმინება, გარკვეული სტრატეგიული სიჩუმე, რაც სწორია და რაც ბევრი სპეციალისტის მოსაზრებით მართლაც სწორად იქცევა ჩემი აზრითაც, ასევე ქართული ხელისუფლება რომ რაღაც რადიკალურ ნაბიჯებს არ დგამს, მაგრამ ფაქტია რომ ეს BBC-ის სიუჟეტები იქნება თუ ევროკავშირის თავდასხმები, ხედავთ რომ რამხელა პრობლემას ქმნიან, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება საქართველოს იმ ფუნქციას არ ასრულებს, რა ფუნქციაც აქვს მინიჭებული. ამ ფუნქციაზე ვისაუბრეთ. როგორც კი ღმერთთან უკრას რაიმე ძალადობრივად შეიცვალა ესა ხელისუფლება, მაშინ ის ლოგიკურად ის ხელისუფლება უნდა მოვიდეს და გააკეთოს ის, რასაც არ აკეთებს ეს. და თუ იმეს გონია რომ ესენი არ მიდიან დასავლეთში და ვინც მოვა ის წაიყვან საქართველოს დასავლეთში, ეს არის გულუბრყვილობა. ეს არის სერიოზული გულუბრყვილობა. იმან უნდა შეასრულოს იმ ახალმა კონკრეტული ფუნქცია. და მე ეხლა ერმა უნდა გადაწყვიტოს მაშინ მაგალითად რომ ღირს ამის გაკეთება თუ არ ღირს, იმიტომ რომ სიცოცხლის საკითხია ეხლა მაგალითად ასეთ სიტუაციაში რუსეთთან დაჯახება. და ეს დაჯახება რაში გამოიხატება? უნდა დაარტყა აფხაზეთს და ოსეთს. ამაში გამოიხატება. და მე ალბათ იქნება საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ოდესმე შევრიგდებით თუ არა, ეს არის აბსურდი რა. 2008 წელმა ძალიან გააფუჭა, ხო? რამდენი ხნით გააფუჭა ვინ იცის, მაგრამ ძალიან გააფუჭა 2008 წელმა მაგ ხალხთან ურთიერთობა და ძენი არგუმენტი სავსებით მისაღებია, რომ საზოგადოებაში უნდა მოხდეს კონსოლიდაცია, კონსოლიდირება და ამის შემდეგ ალბათ უკვე მისაღები იქნება მონარქიის საერთოდ არსებობა ან მონარქიაზე ფიქრის დაწყება. და ალბათ იმ არასწორ პარალელებსაც გაანებებენ თავს რა იგივე რა გადავეკიდე ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ხვდები ყველაზე ესეთი გამოჩენილი საჯარო პირი იგი ბრძანდება და იმიტომაც ადარებენ ხოლმე. გასაგებია. ეხლა ასევე აქ მეკითხებიან ესეთი რეზონანსი გამოიწვია მე და ჩვენ საუბარმა, მოკლედ წინა საუბარმა და იქ სხვადასხვა კომენტარებშიც იყო, რომ რა აზრის იქნება კონკრეტულად რუსეთი, იმიტომ რომ ისინი დაინახავენ ამაში საქართველოს გაერთიანების საიშროებას და როგორ შეხედავს ამას თურქეთი. და შესაბამისად ალბათ ირანსაც გულისხმობენ. ეხლა იქ ირანი არ იყო ნათქვა, რაღაც. როგორ ფიქრობ? რა შეიძლება დაუპირისპირდეს ამ ჩვენს ქართულ იდეას? გასაგებია რომ ჩვენ ეს არ უნდა გავითვალისწინოთ, ეხლა ცხვარი ინგლისში თვის გაუწყვეტია, მაგრამ როგორ ფიქრობ, რა შეიძლება რომ მოხდეს? რამდენად აწყობთ ჩვენ მეზობლებს? თუნდაც დავმალოთ იგივე აზერბაიჯანს, სომხეთს, რომ ჩვენ ერთიანი ძლიერი ამიერკავკასიული ცენტრი გავხდეთ, როგორც ვიყავით ჯერ კიდე საბჭოთა კავშირის დროს, როცა ამიერკავკასიის სამხედრო გაერთიანებული შტაბი თბილისში მდებარეობდა, უამრავი საკვანძო სამსახურები ზუსტად თბილისში იყო და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობ? როგორ იქნება აღქმული? ბოდიში აღქმული ეს ნაკლებად საინტერესოა, რა შეიძლება რომ ყოველთვის. ხო, ვიაზრონოთ, ესე იგი, მე ახლა ვადევნებ აქტიურად როგორც რუსულ ინტელექტუალურ ფენას თვალს, მათ ნააზრებს, ისევე დასავლურს, რა თქმა უნდა. დუგინი გამოვიდა 2 დღის წინ და რახან ტრამპი ანგრევს და არღვევს საერთაშორისო სამართალს და აუქმებს ფაქტიურად ნაციონალურ სახელმწიფოებს, სუვერენულ სახელმწიფოებს, ჩვენს იგივენაირად უნდა მოვიქცეთო და ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველოს სუვერენიტეტი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ. და ანუ ესე იგი თუ რასაც ამერიკა აკეთებს, ანუ ესენი კოპირება უნდა გააკეთონ ამათმა ესენი ხო მეორე და მესამე ხარისხოვანი სახელმწიფოა თავისთავად და შესაბამისად პოსტფაქტუმ მოქმედებენ და ანუ რასაც ის აკეთებს, იგივე ჩვენ უნდა გავაკეთოთ და რა თქმა უნდა, ეხლა ეს არის
ძალზედ აგრესიული, ფაქტიურად ტერი ახლა რაზეა საუბარი, მტრულ განცხადებას აკეთებს, მით უმეტეს მისი პირადი ტრაგედიიდან გამომდინარე ამ კაცს ეს არის რა. აგრესია. ხო, გასულია რაციონალური აზროვნებიდან გარკვეულწილად, მე ვაკვირდები მის ნაწერებს და აგერ ახლა ამბობთ გუშინ დაწერა, რომ ინდივიდუალიზმი შეუთავსებელია იმასთან, რუსობასთან რა. ანუ ასეთ რაღაც გიჟურ იდეებსაც აფრქვევს ხოლმე და ვიღაცას ძალიან უნდა რომ თქვათ წარმოაჩინოს იგი როგორც კრემლის იდეოლოგი და რასაც დუგინი იტყვის, იგივე იმეორებს კრემლი, მაგრამ ეს ასე არ არის ჩემი აზრით, იმიტომ რომ იგი პირდაპირ ითხოვდა მაგალითად მის პუტინის რეზიდენციას რომ დაარტყეს, რომ გაენადგურებია უკრაინის ხელისუფლება. მაგრამ ეს რუსეთის ხელისუფლებამ არ გააკეთა, იმიტომ რომ ალბათ პრაგმატული მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ როგორც ჩანს ზელენსკის შეცვლა დასავლეთშიც იგეგმება და უნდათ ეს რუსების ხელით გააკეთონ. და ანუ დუგინთან კორელაციაში არ არის პუტინი, ჩემი აზრით და ალბათ ძალიან სწორსაც შვება და რაც შეეხება როგორ რეაგირებას მოახდენენ. რეაგირება, ანუ საქართველოს გარკვეულ მტკიცე პოზიციონირებაზე ეს არავის არ გაუხარდება, რა თქმა უნდა, რომ საქართველოში კონსოლიდაცია მოხდეს პირველ რიგში ერის კონკრეტული სიმბოლური ფიგურის გარშემო. ამ ნაბიჯებმა გამოიწვიოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მცხოვრებ ხალხთან ცოტა დამხმარე ურთიერთობა გამოიწვიოს. ანუ ჩვენ მათთან ვაწარმოებთ დიალოგი, რაც ჯერჯერობით არის ჩახერგილი ფაქტიურად. მარტო რაღაცა გინება და რაღაც უბედურება მიდის ერთმანეთში. ანუ ის ნაბიჯები, რაც მაგალითად ამ შემოქმედებითი ტრადიციონალიზმის ფარგლებში გარკვეული პაკეტის სახით ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ქართულ საზოგადოებას და ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრებ ხალხს, ეს არის კონკრეტული ნაბიჯები. მაგალითად, ჯერ თქვით, რომ გააზრება უნდა მოხდეს. აუცილებელია გააზრება, რომ რა გვჭირდება, რატო გვჭირდება, რა პრობლემა გვაქვს ამის შედეგად და ასე შემდეგ. ასევე არის ეკლესიის გაზრიება, ვეთანხმები ნუკრის, რომ ქართველი მოძღვრები უნდა გავიდნენ საქართველოს ფარგლებს გარეთ. დღეს არსებობს კომუნიკაციების საშუალებები ისეთი, რომ ადვილად ითარგმნება ნავთობები. მე შევთავაზე მაგალითად ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ჩემი მხრიდან მქონდა რამოდენიმე მიტროპოლიტთან შეხვედრა, ასევე მქონდა შეხვედრა აკადემიის რექტორთან მამა გიორგი ზვიადაძესთან, სადაც მან დამახვედრა ბატონი სერგო ვარდოსანიძე, დიდი შერჭერლიძე, ვინც არიან ლექტორები აკადემიაში და ვისაუბრეთ აფხაზური ანბანის აღდგენაზე და აკადემიაში აფხაზურის სწავლებაზე, რომ ქართველმა მოძღვრებმა შეძლონ აფხაზურად უკადაგონ აფხაზეთში და თქვათ ოსეთში მცხოვრებ ხალხს. ორივე ანბანი არსებობს, ორივეს აღდგენა შეიძლება. მათ ყველამ, აბსოლუტურად ყველამ, რაც გარდაცვლილმა ასევე მამა სერაფიმე ჯოჯუა იყო, ასევე იყო ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი. ანუ სერიოზულ იერარქებს შევხვდი, ვესაუბრე, ყველა მოიწონა, მაგრამ ყველა აკეთებს აქცენტს პოლიტიკურ ნებაზე. პოლიტიკური ნებაა მთავარი, რომ ასეთი ნაბიჯები გადაიდგას. რაც შეეხება მას იმ ინიციატივას, რომ ჩვენ შევძლოთ აღვადგინოთ იმგვარი ურთიერთობა ჩრდილოკავკასიელებთან, როგორიც ჰქონდა იგივე ჩვენი კულტურული ხიდები, რაც იყო გადებული აი ამ თვალსაზრისით აღვადგინოთ, ასევე აქ თამაშობს როლს ანბანი, ქართული საანბანო სისტემა, როდესაც ჩვენი ანბანის მეშვეობით კვლავ შეგვიძლია იმ ხალხს შეუქმნათ დამწერლობა, რაც იყო შუა საუკუნეების დროს და უამრავი არტეფაქტები ამოდის ჩეჩნეთში და დაღესტანში, სადაც ეს არსებობდა. შენ გამოგიგზავნე ამას წინ ფიალაზე, სადაც ქართული
ასოებით იყო კონკრეტული ჩეჩნური ტექსტი დაწერილი და ასეთი არის უამრავი. სადაც მაგალითად აუცილებლად მიმაჩნია, რომ ქართულმა სახელმწიფომ გარკვეული პრეტენზიები გამოაცხადოს იერუსალიმში ქართულ სავანეებზე. მე არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, ახლა ბერძნების იქიდან გაყრას და გაშვებას, რომ არა ბერძნები, ვინ იცის რა დიდი ეწეოდა იმ სავანეებს, ბერძნები ჩვენი მოქმედებელი ძმები არიან და შეგვიძლია ერთობლივი მოვლაპატრონობა განვახორციელოთ ამ სავანეებზე და მონასტრებზე. სადაც ქართული წილვაც აღევლინება და ბერძნულიც და იქნება ერთობლივი. ჩვენი ეს იურიდიული უფლებები და ეს შესაძლებელია მას შემდეგ, როდესაც მონარქია აღდგება პრინციპში. იმიტომ რომ ეს ჩვენი იქაური საკუთრება და ჩვენი უფლებები ქართული მონარქიის დროს არსებობდა. და მისი აღდგენის შემთხვევაში პირდაპირ ჩვენ შეგვიძლია ამაზე გარკვეული პრეტენზიები გამოვაცხადოთ და თუ სადავო იქნება საეკლესიო სამართალი იქნება თუ საერთაშორისო სამართალი რომელიც მოგვირღვიეს, ну მოკლედ გარკვეული დავა ვაწარმოოთ ამაზე და საქართველოს დააფიქსიროს თავისი პოზიცია. ასევე ძალიან დიდი საუნჯე და შესაძლებლობებია ის, რომ მცხეთაში არის დაფლული უფლისკვართი, ასევე ის, რომ სამეგრელოში არის ღვთისმშობლის კვართი. ანუ გარკვეული პილიგრიმების რაოდენობა ამგვარი პიარით და ამგვარი წარმოჩენით საქართველოს ქრისტიანული თვალსაზრისით, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის, სადაც უმნიშვნელოვანესი სიწმინდეები არის დავანებული, ჩვენ შეგვიძლია დიდი რაოდენობა პილიგრიმების და მივიღოთ საქართველოში და აქედან როგორც მაგალითად მექა არის რაღაც გრანდიოზული მუსლიმებისთვის, ну ასევე გასაგებია იერუსალიმიც, მაგრამ ну იქ სიტუაცია საკმაოდ დაძაბული არის და ალბათ კიდე დაიძაბება მომავალში. საქართველოს თუ უნდა მშვიდობა და საკუთარ ტერიტორიაზე მიიღოს გარკვეული უსაფრთხოების ერთგვარი კუნძულად ჩამოყალიბდეს, იქ მარტო ინვესტიცია კი არ უნდა იყოს, რომ რაღაც სასტუმროები და რაღაცები გაკეთდეს. ამავე დროს იქ უნდა იყოს ნაკადები, როგორც ჩვეულებრივი დამსვენებელი ტურისტის, ასევე პილიგრიმის. და ეს არის რაღაცა პაკეტი უნდა იყოს გარკვეული პროგრამა, რომ ამას მეთოდურად განახორციელებს სახელმწიფო და ერი. ამაზე საუბარი და ამას სჭირდება შინაგანი სიმტკიცე და კონსოლიდაცია. თუ ერთი იქეთ ეკაჩება, მეორე აქეთ და ადგილზე დარჩენა არ უნდა. ეს ტრაგედია. ეს არის. აბსოლუტურად გეთახმები ლევან. და ჩვენი საუბრის დასასრულს რა შეიძლება კიდე ითქვას? რა ქმედებები შეიძლება რომ განვახორციელოთ, თუნდაც მე და შენ ან ზოგადად საზოგადოებამ რა უნდა მოიმექმედოს ან სასულიერო პირებზე თავად თქვი ახლა შენ თვითონ უამრავ საპატივცემულო ხალხს შევხვდი და მეც ვიცი ამის დაავაზე. ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს? ну ხელისუფლებას მე მარტო მის და კაბინეტს არა, საკანონმდებლო ხელისუფლებაში ინიციატივა ვიღაცამ ხომ უნდა დააყენოს საერთოდ რაღაცის. ვიცი რა, უნდა თანამოაზრეებმა ერთმანეთი უნდა ვიპოვოთ, ალბათ პირველ რიგში. გავმართოთ ერთობლივი დიალოგები, ტრიალოგები თუ რა ვიცი, როგორც არის და გარკვეულ აზრამდე უნდა მივიდეთ, რომ თქვათ ჩემი იდეა ვიღაცამ შეავსოს, ვიღაცის იდეა მე შევავსო, რაღაცაში გამაკრიტიკონ, რაღაცაში მე გავაკრიტიკო, აქედან გამომდინარე საერთო ენა ვიპოვოთ და შემოქმედებითი ტრადიციონალიზმი მოკლედ ბევრ ამას იტევს. და ეს იქნება სწორი ნაბიჯი პირველ რიგში, რომ ჯერ საზოგადოებას ვესაუბროთ, მაგრამ იცი რა დრო გვაქვს, მე არ ვიცი რა. დრო შეიძლება ძალიან ცოტა გვაქვს და აქედან გამომდინარე მე მგონი უფრო ფორსირებაა საჭირო რაღაც მოვლენების. იგივე რა ვიცი, ლევან მამალაძე გამოდიოდა ინიციატივით, იქ ჯონდი ბაღათურია გამოდის ინიციატივით და
ხალხი შრომობს, ასე ვთქვათ. უკმათ არ არის ვიღაცა ქუჩაში დგას და აპროტესტებს. ანუ ყველა თავისას რაღაცა ეკაჩება და დიალოგი როცა არ არის და როდესაც აი ეს დაშრეტილია ეს ენერგიები საქმე არ კეთდება. და ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, მე პირველ რიგში ვიმედოვნებ იმას, რომ აი ადეკვატური კომენტარები მოყვება. იმიტომ რომ ხშირად რაღაც ადეკვატური კომენტარები არ არის ხოლმე, ან ვიღაცა ვერ გებულა, ან შეიძლება მე ვერ ვამბობ კარგად, ან შეიძლება ვიღაც ვერ გებულობს კარგად, მაგრამ ნელა უფრო და უფრო მე მაქვს იმედი, რომ უფრო მოხდება გააზრება იმისა, მაგალითად, რაზეც მიდის საუბარი, რატო არის ეს მნიშვნელოვანი და სიმბოლური ფიგურის მოთხოვნა თუ ერში გაჩნდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ეპოქალური მოვლენაც არ დაახანებს ჩემი აზრით. საინტერესო იქნება მაგალითად ჩემი რესპონდენტები, ვინც აქამდე იყო ან სამომავლოთვისაც კიდე ჩავწერ, თუ გამოხატავენ დაინტერესებას, ჩვენ მაგალითად მზად ვიქნებით, რომ ესეთი ინტერნეტ კომუნიკაცია მოვახდინოთ. კი ბატონო, რა ვიცი, რაც ნუკრი მისაუბრა, მე მგონი ფაქტიურად ერთ რამეზე ვსაუბრობთ, ჩემი აზრით, სიმბოლურ ფიგურას და ქრისტიანობას, რაც შეეხება ქრისტიანულ მორალს და სიამოვნებით აზრთა გაცვლა-გამოცვლაში მივიღებდი მონაწილეობას. თუკი რა თქმა უნდა, ამის ინტერესი იქნება და იქნება თანხმედრა. კარგი, ლევან, დიდი მადლობა ამ ინტერვიუსთვის, ამ საუბრისთვის და მეგობრებო, ვისაც მოგეწონათ ეს კონკრეტული ვიდეო, ეთანხმებით ჩვენს პათოს, გთხოვთ, მოიწონოთ და შესაბამისად გაავრცელოთ ეს იდეა, იმიტომ რომ ლევანმა სწორედ აღნიშნა, სხვათა შორის ლევან ნუქრისთანაც ვამბობდით, ჩვენ ორივე ვთქვით მაშინ, რომ არ გვაქვს დროის ფანჯარა, ალბათ 26 წელი არის, კიდე რაღაც თორე 27-ში, 28-ში ალბათ უკვე ისე დაიწყებს გლობალური პოლიტიკა ჩამოყალიბებას, თუ ჩვენი სიტყვის თქმის ადგილიც არ დარჩება და არის დრო. ხო და კარგი იქნება მოკლედ მეგობრებო, თუ ამას გააზიარეთ, იმიტომ რომ ჩვენ მეგოჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი თემაა და ამაზე ფიქრი კი არ არის საჭირო, უკვე ქმედებებია საჭირო. ხო, ერთ რამს დავამატებ. ესე იგი, საქართველოში ალბათ და ქართველისგან ხშირად ხსნენია, რომ ჩვენ არაფერს არ შეგვეკითხებიან, ისე გააკეთებენ ყველაფერს. ხშირად ამბობს ქართველი ადამიანი ამას, იმიტომ რომ გზნობს მის მასშტაბს. ისმის, როცა შენ გზნობს შენ მასშტაბს, აქედან გამომდინარე ასეთი აზრი გიჩნდება, მაგრამ ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული, რას არ შეგვეკითხებიან. და არ შეგვეკითხებიან ამ სექტორალურ გადანაწილებას. და ჩვენ რომელ სექტორში აღმოჩნდებით, ეს იქნება ძალიან ბუნებრივი მოვლენა. სადაც ვართ, იქ დავრჩებით. და ვინც იქნება გარკვეული, ორ სახელმწიფოს ვარაუდობ, ეხლა სამი დიდი სახელმწიფო ერთს ისეთ დღეში ჩააგდებენ ალბათ, რომ მისგან ჩვენთვის არ ეძლება ეხლა, ხო? ხო, და რუსეთი და თურქეთი რჩება რა. ხო, ასეა. სადაც არ უნდა აღმოჩნდეს საქართველო, ის უნდა იყოს იქ ძალიან მტკიცედ წარმოდგენილი, რომ მან შეძლოს წინააღმდეგობის გაწევა. წინააღმდეგობის გაწევა რაში? ქართველობის შენარჩუნებაში. ის ხო ხუმრობდნენ კიდევაც ქართველობას გვართმევენ და რაღაც. ქართველობის წართმევა ნახეთ მომავალში. როგორი იქნება და ვინ უნდა ვის გარშემო უნდა გაერთიანდეს მაგალითად ხალხი, რომ მართლაც მოხდეს შენარჩუნება იმისა, რაც საუკუნეებია ცდილობთ შენარჩუნებას და ალბათ თუ კარგად ვინარჩუნებთ. ეს არის მონარქი, მეფე და რა თქმა უნდა ეკლესია, სინერგია და ტანდემი, ერი და ბერი მოკლედ რა. აი ეს არის ფორმულა გადარჩენის. სადაც არ უნდა აღმოჩნდე, უნდა დარჩე ქართველი და ქრისტიანი. მართლმადიდებელი. რაღაცას მოირყევა ერთი სვეტი მაინც. არაფერი გამო. ლევან, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დროებით გემშვიდობები და
ბუნებრივია ჩვენ ვეცადოთ ეს გავავრცელოთ ეს ვიდეო, ხო და ვინც ვისაც დაგაინტერესათ, მოკლედ ამ თემასთან დაკავშირებით თუ რამე კითხვები გაქვთ, ჩვენ შეგვიძლია ღია დისკუსიაც გავშალოთ, ცალკე კომენტარები და ცალკე როგორც აღნიშნე, შეგვიძლია მოგიწვიოთ, ვინც დაინტერესდებით და საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით. ლევან, ბედნიერად, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამ საუბრისთვის. მადლობა შენ ამ საშუალებისთვის. გემშვიდობებით.